ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები გველოდებიან, წავიდეთ და თან მეც ნელ-ნელა გეტყვით თუ ვინ არიან ჩვენი სტუმრები. ახალ დაქორწინებული წყვილი ანა რურუა და გიორგი პაპავა. მოგესალმებით მეგობრებო. აბა როგორ ხართ? პირველ რიგში გილოცავთ დაოჯახებას. მოკლედ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები და დავიწყოთ რა თქმა უნდა სულ თავიდან. როგორ გაიცანით ერთმანეთი? სამსახურში ოთახში შევით პირველი დღე იყო მისთვის. როგორც საკმაოდ სტაჟიანი ვიყავი მაგ სამსახურში, დავინახე და რატომღაც გადავწყვიტე რომ უნდა გამიჩნდე. სწორად მინდა გადმოწერო რომ ლამაზი გოგო დავინახე, უბრალოდ დავინახე რაღაცა განსაკუთრებული. მახსოვს კადრები გიორგი მყარი შემოაღო და მაშინვე მომეწონა. აინტერესებდა დამოწონება მაშინვე იყო. აი ყველა ეტაპზე ძალიან მიგებდა, ძალიან აინტერესებდა რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი, რატო ვაკეთებდი, რაღაც სამსახურის ამბებს მეკითხებოდა ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვნად მოგზაურობდა და დაფასებულად თავს. ეს იყო ალბათ რაც აი ცოტა ის დისტანცია, რამაც მე შეამცირა და რაღაც მშვიდად მოგწნობინა მოკლედ თავი მის გვერდით. თუმცა როგორც მე ვიცი, ანუ დრო გაშორებდათ ხო რაღაცა ერთმანეთს. გიორგი სხვა ქვეყანაში იყო, შენ სხვა ქვეყანაში იყავი. მოკლედ მე სასწავლებლად წავედი ავსტრიაში და ამ დროს მქონდა რაღაც ესეთი დიდი წყვეტა ურთიერთობაში არ მქონია, უბრალოდ აი დისტანციური ურთიერთობა მქონდა და ამან 2 წელი გასტანა, იმიტომ რომ მე 2 წელი ვსწავლობდი საზღვარგარეთ. იყო მონატრების ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური ცები ერთად ვართ მაშინაც გვენატრება ერთმანეთი, მაგრამ აი ეს დისტანციის მომენტი რაღაცა თავისით შეავსო, ბუნებრივად შეივსო. მე არ მაქვს აზრი, ან იდეა რა შეიძლება ეს შეავსო, არ ვიცი. და ასევე ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი დარწმუნებული ვარ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იქნებოდა, როდესაც 2 წლის შემდეგ შეხვდით ერთმანეთს უკვე თბილისში, ხო ალბათ? რაღაცნაირად მიჩვეული რა ხარ მაინც რომ 2 დეში ნახულობ ადამიანს ტელეფონის გამოსახულებაში და მე როცა რეალური ადამიანი ჩნდება შენ წინ. აი პირველი 2 დღე ცოტა ის მქონდა რომ მოდი ცოტა ისე დავსხდეთ ხელი მომკიდე ჯერ შენ ჩამეხუტე ესე ნელ-ნელა მივეჩვე ის მან ფიზიკურ მიჩვევაც ქონდეს ხო. აი სად მოხდა ხელის თხოვნა? ძალიან სახალისო მომენტი, იმიტომ რომ პირობები არ უნდა ყოფილიყო ხალხს მრავალი ადგილი, არ უნდა ყოფილიყო 2 ადამიანზე მეტი. და უნდა ცოდნოდა. უნდა ცოდნოდა. კუსტმაზე კი, სადაც პირველად გავისეირნეთ. სადაც პირველად გავიცი, სრულად უბრალოდ აი როგორც აი ძალიან მარტივად, ძალიან მსუბუქად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებდი, ამიტომ რაღაც პომპეზურობა, რაღაც ესეთი ანუ ხელოვნური შელამაზება არ დამჭირდა და არც მჭირდებოდა, ვიცოდი რას ვაკეთებდი და დარწმუნებული ვიყავი ჩემს ნაბიჯში. და მან არც აცია, არც აცყველა და თქვა დიახ. ჩემგანაც იყო კი. ვლოგის დასასრულს რომ გააჟღეროთ თქვენ რისი თქმა გინდათ. ყველას მინდა თქვენს მაყურებელს, აი ყველას მინდა უთხრა რომ საკუთარი გრძნობების და ემოციების გადმოცემის არავის არ შეეშინდეს და არ ეძებონ სიყვარულში რაღაცა განსაკუთრებული. ყველაზე აი მინიმალური რაღაცა მოძებნონ გამაჩელება ადამიანი უბრალოდ გააბედნიეროს. ადამიანთან ურთიერთობას განაპირობებს დამოკიდებულება. დამოკიდებულება არის გრძნობა და ემოცია, სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევ, რომ მეც ეგ გამბედაობა იყო, რამაც მომხიბლა თავიდან. ანუ გაბედულები იყვნენ, არ შეეშინდეთ, ძალიან ბევრი სირთულე იქნება, მაგრამ არ ამგონია იმაზე დიდი სირთულე რამე იყოს, როგორც დისტანცია არის. ამ ერთად ყოფნით ყველაფერს გადაიტანთ. ეს სახში მისვლა უფრო მაგარია. ეჭიც არ მეპარება, მეგობრებო, უღრმესი მადლობა. ახლა ჩვენი ტრადიციული ფოტოს დრო დადგა, სამივემ დავიჭიროთ ეს ხელში. და იმედი მაქვს რომ ჩვენი ოპერატორი გადაგვიღებს ფოტოს და არა ვიდეოს. აბა 3, 2 და 1.